ივლისი მოდის როგორც სულიერი მოზღვავება და ემოციური რეალობის გაღრმავება. მთელი თვე ძლიერ კირჩხიბულ, ლომურ ტალღაშია, პირველი ნახევარი სიღრმე, შინაგანი სიმშვიდე და ემოციური სინაზე. მეორე ნახევარი, ვნებები, პირადი ძალა, თავდაჯერება და სცენაზე გამოსვლა. ვერძი. ივლისი გიდასტურებს, ხანდახან ყველაზე დიდი სიმამაცე სიჩუმეშია. პირველ ნახევარში შენი ენერგია მიდრეკილია შინაგანი სტაბილურობისკენ, მაგრამ ლომის სეზონი შენს თავში დაბრუნებას გპირდება, ძლავრი და თავდაჯერებული გახდები. კურო. სიყვარული, როგორც უსაფრთხოება, ასეთი იქნება შენი ივლისი. ფიქრი შენს ირგვლივ ადამიანებზე ღრმავდება, ხოლო თვის ბოლოსკენ პროფესიულ არენაზე შეგიძლია დიდი ნაბიჯი გადადგა. ტყუპები. მარსი შენს ნიშანშია და ეს ნიშნავს მოქმედება, საუბარი, ჩართულობა. ივლისში შენ ხარ მოთამაშე და არა მხოლოდ დამკვირვებელი. გამოიყენე შანსი და თქვი ყველაფერი, რასაც გრძნობ. კირჩხიბი. შენი სეზონი. პირველი ნახევარი გიხმობს შინაგანი ენერგიის ამაღლებას, შემოქმედების დაბრუნებას და გულის გახსნას. 22 ივლისიდან კი იწყება დრო, როცა შენი შარმი უკვე სცენაზე გადადის სიყვარულისთვის, თავგამოხატვისთვის და შემოსავლისთვისაც კი. ლომი. შენსკენ მოდის მზე და ეს ნიშნავს, რომ შენი დრო დგება. ივლისის ბოლოს ხარ ნამდვილი მაგნიტი, თუმცა მანამდე პირველ ნახევარში საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარ თავზე ზრუნვა. ქალწული. თვე დაიწყება ინტუიციური დიალოგებით და სულიერი წონასწორობით. თუმცა ივლისის ბოლო შენს კარიერულ სამყაროში გააქტიურდება, კარგი დროა დაგეგმო ნაბიჯების შემოდგომისთვის. სასწორი. ივლისი გთავაზობს შანსს შენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პარტნიორული თემები და ფინანსური საქმეები აქტიურდება, იყავი თანაბრად გულით და გონებით მართვადი. მორიელი. პირველ ნახევარში წინა პლანზეა ემოციები და ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახური და წარსულთან დაკავშირებული თემები. თვის ბოლოს კი შენში იღვიძებს ლიდერი, კარგი დროა იმოქმედო, გამოჩნდე და თქვი რისთვის ხარ აქ. მშვილდოსანი. იცი რომ ზრდა სიჩუმეშიც ხდება. ივლისის პირველ ნახევარში დაფიქრდი, რას გთხოვს შენი სხეული და სული. 22 ივლისის შემდეგ იღებ ახალ ენერგიას სიყვარულში, განათლებასა ან სამომავლო ხედვაში. თხის რქა. დროა იფიქრო სტაბილურობაზე, მაგრამ არა გარედან, არამედ შინიდან. ივლისის მეორე ნახევარი გაძლევს შანსს გამოავლინო საკუთარი ნიჭი და დაიწყო ფინანსური პროგრესი. მერწყული. ფიქრები ღრმავდება, კავშირები განიცდის ფილტრაციას. თვე გაძლევს შანსს შენს რეალურ ხმას მოусმინო და აუდიტორიასაც გააგონო. თუჯს ბოლოს შენ ხარ გააზრებული ლიდერი. თევზები. ივლისი გაძლევს სიღრმეს, შთაგონებას და გამოჯანმრთელების პროცესს. კრეატიული იდეები არ გაჩერდება, გამოიყენე ისინი სიყვარულისთვის, ხელოვნებისთვის ან საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. შეგრძნების გარეშე არ არსებობს მოქმედება, შენი შინაგანი სიმართლე, ეს არის შენი ყველაზე დიდი ძალა. დაწერე კომენტარში შენი ზოდიაქოს ნიშანი და სიტყვა, რომელიც გინდა იყოს შენი ივლისის თემა.